სულთმო ფენობიდან მეოთხე საკვირაო სახარება. დიდი რწმენის შესახებ. სახარება მათესი 25 დასაწყისი. თავი მერვე მუხლები 5-დან 13-ის ჩათვლით. განმარტების ავტორი გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი. თარგმანი ჩემი. სული მაშურალი ცოდვით ვნებული შენ შეგივრდების გეტყვის ძლიერსო მომმადლე რწმენა ასის თავისა ტკბილო უფალო ქრისტე იესო ჩემი წიგნიდან იესო თუკი ადამიანი ღრმასიმდაბლით სიმშვიდით უღირსების შეგრძნებით და ღვთისადმი მორჩილებით არ აღივსება სხვა რით უნდა იხსნას საკუთარი სული როგორც ცხონდეს უღმერთო და ცოდვილი თუკი მართალიც ძლივს ცხონდება წყალი მაღალციცაბო კლდეებზე კი არა დაბალ თანაბარ და ჩაღრმავებულ ადგილას გუბდება და ასევე საღვთო მადლიც იმ ამპარტავან ხალხზე კი არ დაივანებს რომლებიც აღიმაღლებენ თავს და ღმერთს ეწინააღმდეგებიან არამედ იმ თავმდაბალ და მშვიდ ადამიანებზე რომლებიც საკუთარ სულ სიმშვიდით სიმდაბლით და ღმრთის დიდებულების წინაშე დამდაბლებით და მისი ნებისადმი მორჩილებით უღრმავდებიან. როცა სნეულება გამოაშრობს იმ დამყნობილ ვას, რომელსაც დიდი რუდუნები და დიდხან სული და მევენახე, მაშინ იგი მას მოჰკვეთს და აგდებს ცეცხლში და მის ადგილას კი დაამყნობს და დანერგავს ველურს. მამობრივი სიყვარულის სრულიად დამვიწყებელი ძენი, როცა უჯანყდებიან მას რას იზავს მაშინ მამა, განაგდებს ძეებს სახლიდან და მათ ნაცვლად საკუთარ მოჯამაგირედ იშვილებს. ასე ხდება ბუნებაში და ასე ხდება ხალხშიც. ურწმუნოები ამბობენ, რომ ეს ბუნების და ადამიანური კანონებიდან გამომდინარეა ასე, მაგრამ ასე არ საუბრობენ მორწმუნეები. ბუნებრივი და ადამიანური კანონების კრეცსაბმელის გადამხსნელი და საუკუნო თავისუფლების საიდუმლოში ღრმად შეხედული ცეცხლოვანი თვალები სხვაგვარად საუბრობენ. ისინი ამბობენ, ეს ხდება ღვთის განგებულებით ჩვენ გულისხმის საყოფელად. დიახ, ამას ღმერთი საკუთარი თითით წერს და მხოლოდ ადამიანის ცხოვრებაში, საგნებსა და მოვლენებში ცეცხლით და სულიწმინდის მადლით ღვთისმიერი ხელწერის წამკითხველები გებულობენ ყოველივეს ნამდვილ აზრს. ისინი კი, ვის თვალწინაც ბუნება და ადამიანის ცხოვრება უზარმაზარ ტიპოგრაფიულ შრიფტის გროვად ყოველგვარ სულიერების და აზრის გარეშე მოსჩანს, შემთხვევითობის შესახებ და ამტკიცებენ ჩვენს თავს და ჩვენს ირგვლივ მომხდარი მოვლენები შემთხვევით ხდება. ამით იმის თქმა სურთ, რომ ასოთა მთელი ეს გიგანტური გროვა მოძრაობს თავისით და გადაადგილდება და სანიშნეთა მსგავსად ლაგდებიან ხან ერთი და ხან მეორე მოვლენები. ღმერთი ჩვენი მოწყალე და თანამგზნობი რომ არ ყოფილიყო, ცხოვრების და სამყაროს მიწიერ განმარტებელთა ამგვარ უგუნურებაზე იცინებდა, მაგრამ არსებობს ის, ვინც ამ ყოველივეზე ბოროტად იცინის. ეს არის კაცთა მოდგმის მიმართ უმოწყალო და უგრძნობი ბოროტი სული, კაცობრიობის მტერი.
ბალახზე გაშლილ ჭრელ ხალიჩაზე მოსეირნე ბატს შეუძლია გაიფიქროს, რომ აქ ამოქარგული ყველა ფერები და ჩუქურთმები შემთხვევით არიან წარმოდგენილები. მისი ბატური თვალსაზრისით თვით ხალიჩას ბალახივით თავისთავად ამოიზარდა და იზრდება მიწაზე, მაგრამ იმ ქსოველმა, რომელმაც მოქსოვა და ჩუქურთმებით შეამკო ეს ხალიჩა, იცის, რომ შემთხვევით არ ამოიზარდა მიწიდან და ისიც იცის, ეს ფერები და ჩუქურთმები ზუსტად ასე რა მიზეზით არიან განლაგებული. მხოლოდ ფეიქარს შეუძლია მისი საკუთარ ხელით ნაქსოვი ხალიჩის კითხვაც და განმარტებაც. ეს იციან აგრეთვე იმათაც, ვისაც ეს ფეიქარი მოუყვება. ой, რა უაზროდ განმარტავენ ურწმუნონი ამ სამყაროს ყოვლად საკვირველ ხალიჩას და შემთხვევითობის შესახებ საუბრობენ. მხოლოდ ამ სამყაროს მქსოველმა ღმერთმა იცის თუ რას ნიშნავს ამ ხალიჩის თითოეული ძაფი და იცის იმანაც, ვისაც ღირს ყოფს და ეტყვის ღმერთი ამის შესახებ. წინასწარმეტყველი ესაია წერს: რამე თუ როგორც სიტყვის მაღალი და ყოვლად უზენაესი და მარადის მყოფი, წმინდა არსახელი მისი. მე ვცხოვრობ ცათა სიმაღლეზე და საკურთხეველში, აგრეთვე შემუსრული და დამდაბლებული სულის ადამიანებში, რათა განვაცოცხლოს სული და გული მათი. ხილეთ მისი 47 თავის 15 მუხლი. ესე იგი, ღმერთი მხოლოდ გულით შემუსრულებთან და სულით დამდაბლებულებთან ცხოვრობს და ვისთანაც ღმერთი არის, ამისთვის კი გაეხსნება ამ სამყაროს საიდუმლოება და საგნებსა და მოვლენებში მთელი წმინდა წერილის სულიერი სიღრმეები. შემუსრული გულით და დამდაბლებული სულით იყვნენ აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, მოსე და დავითი. და ამისათვის უფალმა დაივანა მათთან და მათ შთამომავლებთან, ვიდრე ისინიც იქნებოდნენ შემუსრული გულით და სულით დამდაბლებულები, მაგრამ ღმერთთან ხშირი ურთიერთობით გაამაყებული ადამიანები უფრო დიდ უფსკრულში ვარდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვს ჭეშმარიტ ღმერთზე და არც მასთან ურთიერთობაზე. აი ამ ყოველივეს ნათელი მაგალითი გახლავთ ისრაელი ერი, ესე იგი, ჩვენ მიერ მოხსენიებულ დიდებულ და ღვთივსადნო ადამიანთა შთამომავლები. ამ ერმა იწყო სხვა ერებზე, როგორც საღვთო კალოზე, ღვარძლზე ყურება და სიძულვილი, მაგრამ ამით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი წარწმიდა, რამე თუ წინასწარმეტყველთა და ღვთივსადნო ადამიანების გამოცხადებით გაამპარტავნებულებმა მხოლოდ ერთი კონკრეტულად კი ის დაიმახსოვრეს, რომ არიან ღვთივგამორჩეული ერი. საღვთო გამოცხადების ძველაღთქმისეული აზრი მისთვის სრულიად გაქრა და წმინდა წერილი ამ ერის თვალთა წინაშე უკვე გაუგებარ სიტყვათა უზარმაზარ გროვის სახეთ როკავდა. და იმ დროისთვის, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე სამყაროში მოვიდა ახალი გამოცხადებით, იუდეველი ერის საღვთო სიტყვის უგულისხმობით, სიბრმავით და საღვთონებელობის უცოდინარობით არა მხოლოდ არა მარტო წარმართიერების დონეზე დაეცა, არამედ სულიერი ხედვის დაბნელებით და გულის სიცივით მთლად უკანასკნელებსაც ბევრ რამეში აღარ ჩამოუვარდებოდა. დღევანდელი სახარებისეული საკითხავი თავად მაცხოვრის ამ საკითხზე მსჯელობას გვაჩვენებს ჩვენ. ის განგვიცხადებს სნეულთა სიჯანსაღეს და ჯანმრთელთა სნეულებას, წარმართა სარწმუნოებას და იმათ ურწმუნოებას, ვინც ღვთივრჩეულობით და მართლმორწმუნეობით იქადოდა. და ეს სახარებისეული მონაკვეთი ყველა დროის და ყველა თაობის საგულისხმოდ არის დაწერილი და შესაბამისადვე გვეხება ჩვენი ჟამის და თაობის ადამიანებს. და ეს შეგონება ქერუბიმის იარაღივით მახვილი, მზესავით ნათელი, მთის ყვავილივით ნაზიც და გამოუგნებელია. და გვაშინებდეს საკუთარი სიმკვეთრით, განგვანათლოს სიცხადით და შეგვძრას აწსულიერად ზარმაცნი და დაუდევარნი და კვლავ და განსაკუთრებით გვახსენებდეს ჩვენ
რომ ქრისტიანებს არ უნდა აგვივარდეს თავში ის რომ დავდივართ ტაძრებში ვევედრებით და აღვიარებთ ქრისტეს რათა საღვთო მსჯავრის წინაშე არ აღმოჩნდეს რომ ეკლესიის გარეთ მყოფნი უმჯობესი მორწმუნენი არიან უფრო ჭეშმარიტად გულახდილები და მათ უმეტესი კეთილი საქმეები გააჩნიათ მას ჯამსაშინა როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში მიუახლოვდა ასისთავი და ვედრებით უთხრა უფალო დავრდომილი მსახური მიწებს სახში და სასტიკად იტანჯება მუხლები 5-6 კაპიტანი ანუ ასისთავი ან ცენტურიონი გალილეის ტბაზე მდებარე ქალაქ კაპერნაუმის სამხედრო გარნიზონს მეთაურობდა მის პიროვნებაში ჩვენთვის ყველაზე უმთავრესი ის არის რომ ის არ იყო იუდეველი არამედ წარმართი თორემ მიუხედავად იმისა რომ რომაელი ოფიცერი იყო უშუალოდ რომის ხელისუფლებას ემორჩილებოდა თუ ჰეროდე ანტიპას ამ შემთხვევაში ნაკლებად გვაინტერესებს სახარებაში მოხსენიებულთაგან პირველი რომაელი ოფიცერი გახლავთ ეს პიროვნება რომელმაც ირწმუნა ქრისტე მეორე ასისთავი იყო ქრისტეს ჯვრის მცველთა მეთაური რომელმაც იხილარა ჯვარცმის შემდგომი საშინელი მოვლენები წამოიძახა ჭეშმარიტად ეს იყო ძეღვთისა იხილეთ მათეს სახარების 27 თავის მე-4 მუხლები შემდეგ კი კესარიის ქალაქიდან იმ კორნილიუს ასისთავზეა საუბარი რომელიც ოჯახი და სახლეულით მონათლა პეტრე მოციქულმა თუმცა სამივენი წარმართები იყვნენ განჭვრიტეს და იხილეს ქრისტეში სიცოცხლე და ჭეშმარიტება და ირწმუნეს ქრისტე საგანგებოდ განსწავლულ მაგრამ დაბრმავებულ იუდეველ მწიგნობართა მთელი ორდისგან განსხვავებით მონა ჩემი მყავს ავად და სასტიკად იტანჯება არც თვლად მონა უпростоრად სახარებისეულ ბერძნულ თარგმანით მსახური ჭაბუკი და უეჭველია ალბათ ისიც სამხედრო რამდენადაც ყურნების მთხოველი ოფიცერია სნეულება საშინელი იყო განრღვეულება და ეს მსახური უკვე სიკვდილის პირას იყო როგორც მოგვითხრობს ლუკა მახარებელი ასისთავი კი უფრთხილდებოდა მას ამიტომაც იყო რომ როცა იესოზე მოისმინა კაპერნაუმში შემოვიდაო შეეცადა პირადად წარმდგარიყო მის წინაშე და მოეთხოვა მისთვის ძვირფასი მსახურის კურნება ორი წმინდა მახარებლის მათეს და ლუკას მიხედვით სახარების მკითხველს ერთით შეხედვით შეიძლება მათ მონათხრობს შორის დიდი სხვაობა მოეჩვენოს რამე თუ მათ ეწერს რომ ასისთავი თავად და პირადად მიახლა ქრისტეს და სთხოვდა და ლუკა რომ მან მიაგზავნა იუდეველთა უხუცესები და მათი თაუწყა საკუთარი სათხოვარი ხოლო შემდეგ როცა უფალი მისი სახლისგან შორიახლო იყო მიულინაო საკუთარი მეგობრები რომ გადაეცათ უფლისთვის ნუღარ შეწუხდები უფალო რამე თუ არა ვარ ღირსი რომ შემოხვიდე ჩემი ჭერის ქვეშ არამედ თქვი მხოლოდ სიტყვა და განიკურნოს მსახური ჩემი და მართლაც ამ ორ სახარებას შორის სხვაობა არის მაგრამ არა წინააღმდეგობა რაც იმაში გამოიხატება რომ მათე არ იხსენებს და გამოტოვებს იმ ორ წარგზავნილს რომელთაც წინასწარ მიავლინებდა ასისთავი უფალთან ლუკა კი გამოტოვებს და არ ახსენებს იმ ფაქტს რომ ქრისტეს დიდებულების წინაშე სულით დამდაბლებული და გულით შემოსრული ასისთავი საბოლოოდ თავადაც გამოდის მის შესახვედრად ის რომ მახარებლები იმდენად ლამაზად ავსებენ ერთმანეთს ადამიანში მხოლოდ სულიერ სიხარულს და აღტაცებას იწვევს რამე თუ ოქროპირის სიტყვით ყველა მახარებელს რომ ერთნაირად აღეწერა ყველაფერი მაშინ იტყოდე რომ მათო ერთმანეთისგან გადაიწერესო და 4 მახარებელი სულ არ იქნებოდა საჭირო ყოველგვარ მიწიერ სამსჯავროზე
ორი მოწმე მაინც ხომ აუცილებელია და მხოლოდ მათი მოწმობით ხდება საქმე სარწმუნო. ღმერთმა კი ორ გზის ორი მოწმე მოგცა 4 მახარებლის სახით, რათა რაც შეიძლება იოლად ცხონდნენ და უსწრაფესად ირწმუნონ სულის ხსნის მსურველებმა, ხოლო წარწყბედილებს სათქმელი არ აქონდეთ რა საწინააღმდეგო. და კიდევ იმისათვის, რომ თუმცაღა შეეძლო მხოლოდ ერთადერთისთვის მიენიჭებინა და გადმოეცა სრული ჭეშმარიტება, რათა ჩვენი მის მხილველნი თუ ერთმანეთს როგორ ავსებენ ისინი გვესწავლა. ჩვენც რომ ღვთისაგან შეძლების და გვარად სხვადასხვა სულიერი ნიჭების მიმღებლები, იგივესთვის ვართ წინასწარ განსაზღვრულნი, რათა სხეულის სხვადასხვა ორგანოთა მსგავსად ამ ცხოვრებაში ვავსებდეთ ერთმანეთს და ამ სხეულს ერთსულოვნად ვანიჭებდეთ სულიერ და ხორციელ სიმრთელეს. იხილეთ ეფესელთა მიმართ ეპისტოლის 4:16 მუხლი. ამგვარად ჩვენს წინაშეა ორი აღწერილობა. ცხადად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის სცენა, რაზეც ამჟამად მიმდინარეობს საუბარი. როცა მოისმინა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს დიდებასა და ძლიერებაზე, და ამასთანავე შეიგრძნო საკუთარი ადამიანური უძლურება, უღირსება და ცოდვიანი ბუნება, ასისთავმა თავდაპირველად იუდეველ უხუცესებს თხოვა, რომ მისულიყვნენ უფალთან და ეთხოვათ მასთან მისვლა. ის საერთოდ არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ უფალი ამის სურვილს გამოთქვამდა. მას შეეძლო გაეფიქრა, რომ მე კერპთა ყვანისმცემელი ვარ, ის გულთა მხილველი და ის იხილავს ჩემს სოდვიანობას, როგორც კი ჩემს სახელს გაიგონებს და ვინც ის მოისურვებს კი საერთოდ ჩემს სახლში შემოსვლას. უმჯობესია იუდეველებს მივაგზავნი და თუ კი უარზე იქნება და მათ უთხრას უარი და თუ დაეთანხმება, დანარჩენი მე ვიცი. და როცა შეიტყო, რომ უფალი თანახმა იყო, დიდი მღელვარება დაეწყო და შფოთავდა. ახლა უკვე ის თავის მეგობრებს უგზავნის ქრისტეს სათქმელად, რომ ის მის როგორც ცოდვილისა და უღირსის სახლში არ მისულიყო, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვას და იმით განიკურნება მისი მსახური. მაგრამ როგორც კი მისი მეგობრები მიუახლოვდნენ უფალს და შეატყობინეს მას ასისთავის დანაბარები, მიდის დიდი მღელვარებით შეპყრობილი თვითონ ასისთავიც, რადგან სახლშიც ვერ გაჩერდებოდა. ვაი თუ მართლა შემოვიდეს მის სახლში. არა, მეგობრებმა ჯერ არ იციან ეს ვინ არის და ვერ შეძლებენ მას უთხრან ის, რაც საჭიროა, ხოლო იუდეველ უხუცესებზე კაპიტანს ნამდვილად უკვე უნდა სცოდნოდა, რომ მათ ქრისტე არ უყვართ და ვერც ირწმუნებენ მას და თუ რატომ მიდის, რომ პირადად შეატყობინოს, მით უმეტეს რომ მან უკვე იცის, უფალი უარს არ ეტყვის და არ დაამცირებს მას, ოფიცერს, ხალხის წინაშე. დამართლას იუდეველებმა ქრისტეს ასისთავზე კეთილი სიტყვა უთხრეს. ის ღირსია, რომ შენ მისთვის გაკეთო ეს, რამე თუ მას უყვარს ჩვენი ხალხი და აგვიჩენა ჩვენ სინაგოგა. მაგრამ ის ყველაფერი, რაც მათ უთხრეს, ჩვენთვის მთავარ საძიებელ არსს საერთოდ არ ეხება. ისინი პირადი ანგარებით ასისთავის მხოლოდ იმ სიკეთეს აფასებენ, რომელიც მისგან მიუღიათ. მას უყვარსო ჩვენი ერი, სხვა რომაელ ჩინოსნებს და ოფიცრებს ზულდათ იუდეველები. ამას კი უყვარდა ესენი და აუშენა სინაგოგა. მათ სურთ თქვან, დახარჯა საკუთარი სახსრები და დაგვიზოგა ჩვენი. აგვიშენა ჩვენ საჭირო სამლოცველო, რომლის აშენებას და ფულის დახარჯვაც ჩვენ მოგვიწევდა. ის თუ ამას არ გააკეთებდა. ისინი საუბრობენ ისე თითქოს და კაიაფას ესაუბრებოდნენ და არა ქრისტეს. ქრისტე მათ ამ საკითხზე არ პასუხობს, არამედ მდუმარედ მიყვება მათ. შემდეგ ქრისტესთან ასისთავის მეომრები მივიდნენ და საბოლოოდ თვით ასისთავიც.
პირდაპირ ქრისტესთანაც. რა თქმა უნდა, მან იგივე გაიმეორა, რასაც სხვათა პირით ატყობინებდა ადრე. იესო ეუბნება მას, მოვალ და განკურნებ მას. ხედავთ, როგორ იტყვის ძალის და ხელმწიფების მქონე ადამიანი? ის კი არ ამბობს, რომ მოვალ და ვნახოთ და არც ეკითხება, როგორც ხვებს გწამს, რომ ამის გაკეთება შემიძლია? რამდენადაც უკვე ხედავს ასის თავის გულს და იცის მისი სარწმუნოება. ნაუფალი მას ისეთი გადამწყვეტი კილოთი ეუბნება, რომელსაც ვერ გაბედავდა და იკადრებდა ვერც ერთი ექიმი. ეს კი მტკიცე და ცხადად პასუხობს ასის თავს იმ განზრახვით, რომ იუდეველთა თანდასწრებით გამოიწვიოს ასის თავის შემდეგი პასუხი. რამე თუ როცა ღმერთი რაიმეს ამბობს, ამას აკეთებს იმგვარად, რომ ამისგან არა მხოლოდ ერთი, არამედ მრავალი სარგებელი იყოს. ქრისტეს სურდა ეს მოვლენა მრავალ მხრივად გამოეყენებინა და განეკურნა სნეულიც და ასის თავის დიდი რწმენაც განეცხადებინა და კიდევ ეს საყვედურა იუდეველთათვის მათი ურწმუნოების მიზეზით და აღმოეთქვა სასუფეველისთვის მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება მათ შესახებ, ვინც დარწმუნებულები არიან, რომ მასში შევლენ, არადა ვერ შევლენ და მათზეც, ვისაც ვერ წარმოუდგენია, რომ იქ შევლენ, მაგრამ შევლენ. ასის თამა კი პასუხად მიუგო და უთხრა, უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ თქვი მხოლოდ სიტყვა და გამოჯამრთელდება ჩემი მსახური. რა უზარმაზარი სხვაობა ამ ხურვალე გულის და ფარისეველთა ცივ კანონიკურ გულებს შორის და სხვათა შორის არანაკლები ვიდრე ნამდვილ და ქაღალდზე დახატულ კოცონებს შორის იგრძნობა, როცა ფარისეველთაგან ერთ-ერთმა ქრისტეს საკუთარ სახლში მიიწვია და სერი გაუმართა. ის საკუთარი ცივი კანონიკური ამ პარტავნული გონებით ფიქრობდა, რომ ამ სტუმრობით უფალი კი არსემს მას და მის სახლებულს პატივს, არამედ თვითონ მას თითქოს და მიაგებს პატივს და ამ პარტავნებასა და მზოობრობაში სტუმართ მოყვარეობის ყველაზე მთავარი და აუცილებელი წესებიც კი უგულებელყო. არ მისცა საკუთარ სტუმარს წყალი ფეხის დასაბანა და არც ამბორი უყო და არც ზეთის ცხოთავზე კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი. იხილეთ ლუკას სახარების მე-7 თავის 44-46 მუხლები. აქ უფლის წინაშე როგორი თავმდაბალი და გულშემოსვლილია ეს, ასე ვთქვათ, წარმართი, რომელსაც არ მიეცა არც მოსეს და არც წინასწარმეტყველთა შესახებ ცოდნა განათლება და ვისაც მისი ბუნებრივი თანდაყოლილი გონება ემსახურებოდა ჭეშმარიტებისა და სიცრუის, სიკეთისა და უკეთურების განმასხვავებელ ლამპრად. მან იცის, რომ კაპერნაუმში ყოველგვარი წოდების ადამიანთან მისი შესვლა საპატიოდ ითვლება, მაგრამ ქრისტეში ის ხედავს ჩვეულებრივ ადამიანს კი არა, არამედ თავად ღმერთს. ამიტომაც ეუბნება ზემოთქმულ სიტყვებს. როგორი ძლიერია ქრისტეს და მისი ძლიერების რწმენა. თქვი მხოლოდ სიტყვა და სნეულება გააქრება და მსახური ჩემი ადგება. თვით პეტრე მოციქულმაც მხოლოდ ძალიან დიდი ხნის შემდეგ შეძლო ამგვარი რწმენის მოპოვება. ასისთავი ქრისტესთან თვით ზეცის, ზეციურ ცეცხლის და ზეციურ ნათლის თანამყოფობა შეიგრძნობს. მაშ რა აუცილებელია ამ ცეცხლის შესვლა ჭერქვეშ, როცა ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია და რისთვის შეიტანოს სახლში მთლიანი მზე, როცა მხოლოდ სხივია საკმარისი. ასისთავს წმინდა წერილი რომ სოდნოდა ისე, ჩვენ რომ დღეს ვიცით, ქრისტეს ასეთი სიტყვით ეტყოდა, შენ, რომელმაც სიტყვით შექმენ ეს სამყარო და ადამიანის სიტყვითვე შეგიძლია სნეულის განკურნება, ერთი მხოლოდ სიტყვაც კი საკმარისი, არამედ თუ ის ცეცხლზე ძლიერი და მზის სხივზე უნათლესია, თქვი მხოლოდ სიტყვა. ჰოი ძმებო, ამ წარმართის ძლიერი რწმენისა უნდა შეგცხვეს მრავალ ჩვენთაგანს, რომელთაც 100 გზის მეტად ვიცით წმინდა წერილი, მაგრამ ამდენჯერვე ნაკლები რწმენა გვაქვს მასთან შედარებით.
თუმცა ასის თავი ამ სიტყვებით არ შემოისაზღვრება, არამედ აგრძელებს, რათა განმარტოს იესოს ძლიერებაში საკუთარი რწმენა. რამე თუ მე თვითონაც ხელმწიფების ქვეშ ვარ, მაგრამ მეც მყავს ქვეშევრდომები, ვეუნები ერთს წადი და მიდის და მეორეს მოდი და მოდის და მონასაჩემსა ეს გააკეთე და აკეთებს. რას წარმოადგენს ასის თავი? მას ექვემდებარება 100 კაცი და თავადაც 100 კაცის ქვემდებარება, მაგრამ ვინც მას ექვემდებარება, ვალდებულია ისმინოს მის. და თუ კი ამ სხვებზე დამოკიდებულ ადამიანს მცირე პირადი ხელისუფლებაც გააჩნია, შეუძლია უბრძანოს ქვეშევრდომებს და მსახურებს, მით უმეტეს ქრისტეს, რომელიც არავის ექვემდებარება და თავად წარმოადგენს უმაღლეს ხელისუფლებას ბუნებასა და კაცობრიობაზე. და თუ კი ამდენი ადამიანი ასის თავის სუსტ სიტყვას ემორჩილება, ყველა საგანი პიროვნება და მოვლენა როგორ არ უნდა დაემორჩილოს სიცოცხლესავით ძლიერ და מחვილივით ლესულ და მათრახივით საშინელ ღვთის სიტყვას. იხილეთ მეორე რჯულის 32 თავის 46-47 მუხლები. იოანეს მე-12 თავის 50 მუხლი, ეფესეს თამიმართ მე-6 თავის მე-17 მუხლი, იგავების მეორე თავის მე-6 მე-7 მუხლი და იობის მე-5 თავის 21 მუხლი. ანუ აქ ნაგულისხმები იყო, რომ მას თუ ყავს ქვეშევრდომები, ის თავადაც ქვეშევრდომია. ასის თავი. ქრისტეს მეომრები და მსახურები არსით ვინ არიან? ნუ თუ სიცოცხლე თავის შემცველი ელემენტებით ქრისტეს არმიად არ ითვლება? ანგელოზები, წმინდანები და ყველა ღვთისმოშიში ადამიანი, ნუ თუ არსით ქრისტეს მონები არ არიან? და ყველა ბუნებრივი ძალები, სიკვდილი და სნეულებები, ნუ თუ ქრისტეს მონები არ არიან? უფალი უბრძანებს სიცოცხლეს, მიდი ამა თუ იმ ქმნილებასთან და სიცოცხლეს მიდის. დაბრუნდი და სიცოცხლეც უკან ბრუნდება. ის იძლევა სიცოცხლეს, ის უშვებს სიკვდილსაც და სნეულებასაც, ის აღადგენს და ის კურნებს. მისი სიტყვის წინაშე ქეცხრიან ანგელოზური ძალები, როგორც ცეცხლის ალი ძლიერიც, არამედ თუ მან თქვა და იქმნეს, მან ბრძანა და აღესრულნეს. ამბობს ფსალმუნის 32 თავის მე-9 მუხლი. არავის ძალუც მისი ძლიერების ძლევა, ისევე მისი სიტყვის წინააღმდეგობა არც ერთ ადამიანს უსაუბრია ასე, როგორც ეს ადამიანი. იხილეთ იოანეს სახარების მე-7 თავის 46 მუხლი. რამე თუ ის საუბრობდა არა როგორც ხელმწიფების ქვეშ მყოფი, არამედ როგორც თვით ხელმწიფების მქონე, მოგვითხრობს მათ ემახარებელი მე-7 თავის 29 მუხლში. და აი ასეც ასის თავმას თხოვა, თქვი მხოლოდ სიტყვა და განიკურნოს მსახური ჩემი. დედამიწის ზურგზე ამ საქმის ამგვარად ასრულება არავის შეუძლია, მაგრამ ქრისტესთვის ეს მცირედი და უმნიშვნელოა. ამგვარ საქმისთვის მას არ სჭირდება და არც საკუთარ თავისთვის და არც ასის თავისთვის მის სახლში მისვლა არ სჭირდება, ასევე სნეულის ხილვა არ სჭირდება, მისი ხელში ჩაჭიდება და მაღლა აწევაც არ სჭირდება. თქვას მხოლოდ სიტყვა და საქმე აღსრულდება. ასეთი გახლდათ ქრისტეზე ასის თავის აზრები. ასეთი იყო ქრისტეს მიმართ მისი რწმენა. მოისმინა რა ეს? იესო განსვიფრდა და თქვა მიმდევართა გასაგონად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ისრაელშიც კი ვერ ვიპოვე ასეთი რწმენა. თუ კი წინასწარ იცოდა თუ რაც უნდა ეთქვა ასის თავს, რატომ გაუკვირდაო ქრისტეს სიტყვის ზოგიერთი? და ნუ თუ თავად მან არ გამოიწვია თავისი უჩვეულო სიტყვებით ასეთი პასუხი, მაშ რაღატომ გაუკვირდაო? გაუკვირდა იმისთვის, რომ საკუთარ მიმდევრებს შეაგონოს. გაუკვირდა, რათა აჩვენოს მათ თუ რა უნდა გვიკვირდეს ამ ქვეყნად. გაუკვირდა ადამიანის დიდი რწმენა, რათა საკუთარ მიმდევრებსაც აჩვენოს და ასწავლოს ამგვარი რამ. ჭეშმარიტად, რომ ამ სამყაროში
არაფერია იმ დონეზე ღირსად საკვირველი, როგორც ადამიანის დიდებული რწმენა. ქრისტეს არ გაუკვირდა გალილეის ტბის მშვენიერება, არამედ თუ რა არის ის იმ ზეციურ სილამაზესთან შედარებით, რომელიც მშვენივრად იცის და არასოდეს არც უკვირდა ადამიანისგან, არც სიბრძნე, არც სიმდიდრე და ძალა. რამე თუ ეს ყოველივე არარაობა იმ სიმდიდრეს, ძლიერებასა და სიბრძნესთან შედარებით, რომელიც სათასასუფებელშია, მისთვის ცნობილი და არასოდეს უკვირდა იერუსალიმში დღესასწაულზე მოსული ხალხის სიმრავლე, რამე თუ უბადრუკი და ფრიად ღარიბია მიწიერი ბრბო იმ ბრწყინვალე ანგელოსურ კრებულთან შედარებით, რომელსაც ჭვრეთს იგი სამყაროს არსებობის დღიდან. როცა სხვებს უკვირდათ სოლომონის ტაძრის სილამაზე, ის ამავე ტაძრის საფუძვლამდე მის დარღვევას აღწერდა. ადამიანის დიდი რწმენაა მხოლოდ ღირსად საკვირველი. მთელ დედამიწის ზურგზე მხოლოდ ის არის უდიდესი და უსაკვირველესი, რამე თუ მისით თავისუფლდება მონა. უკვდავია მოკვდავი და დღიურად დაქირავებული ძედღმთისად იქცევა. როცა მართალიობი დაწყულებული და დაჩირქებული სანეხვეზე იწვა და დაკარგული ქონდა და ჰყავდა ყველა და ყველაფერი, ღვთისადმი რწმენა არ შერყევია. ნეხვში და მტვერშიც კი ამბობდა და წამოიძახებდა, მე ვიცი გამომსყიდველი ჩემი ცოცხალია და ამ უკანასკნელ დღეს ფერფლიდანაც კი აღადგენს განლეულ ჩემ ტყავს და მე ხორცში ვიხილავ მას. თავად ვიხილავ მას. სხვისი კი არა, ჩემი საკუთარი თვალები იხილავენ მას. იხილეთ იობის მე-19 თავის 25-27 მუხლები. ვიზზე გამოთქვა უფალმა საკუთარი განკვირვება? მის მიმდევრების შესახებ. ესენი მისი წმინდა მოციქულები არიან. მათ გულისხმის საყოფად განკვირდა ახლა უფალი. რა თქმა უნდა, ის თავის სახლისკენ მიმავალ უფლის თამხლები იუდეველებსაც ესმოდა ეს სიტყვები, რაზეც გამოხატა უფალმა განსვიფრება. ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, რომ თვით ისრაელშიც ვერ პოვე მსგავს სირწმენა, ესე იგი იუდეველებშიც, რომელსაც სხვა ერებთან შედარებით ყველაზე ძლიერი რწმენა უნდა ქონოდა. ვერ პოვე ის, რამე თუ დასაბამიდანვე ურიცხვის სასწაულების და ნიშების და თავის წინასწარმეტყველთა ბაგეთაგან აღმოსრულ მხურვალე სიტყვების მეშვეობით, სახელდობრ ამერს აჩვენა უფალმა თავისი ძალა, ძლიერება, მზრუნველობა და სიყვარული, მაგრამ ისრაელში რწმენა თითქმის სრულიად მიინავლა და რჩეული ძეები აღდგნენ მამის წინააღმდეგ და გულით და გონებით იმდენად განეშორნენ მას, რომ დაუბრმავდათ მეორე და გაუქვავდათ პირველი. თვით მის მოციქულებსაც სულ თავიდან რომ აღარაფერი ვთქვათ იუდაზე, ვიტყვი, ჯერ პეტრესაც კი არ ქონდა ქრისტეს მიმართ ასეთი რწმენა, როგორიც ამ რომაელ ოფიცერს გააჩნდა. ასეთი რწმენა არ ქონია არც იმ ლაზარეს დებს, ვის სახლშიც ხშირად იმყოფებოდა ქრისტე, არც მის ნათესავებს და მეგობრებს ქონია მსგავსი რწმენა ნაზარეთში, ვისთანაც ერთად იზრდებოდა ის. ახლა კი უფალი ჭვრეთს რა საკუთარი სულით ჟამის აღსასრულს აღმოიტყვის იუდეველთა სამწუხარო და წარმართიერის მახარობელ წინასწარმეტყველებას. გეუბნებით მე თქვენ, რომ მრავალნი მოვლენ მაშრიყიდან და მაღრიბიდან, ანუ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. და ინახად დასხდნენ აბრაამის, ისააკის და იაკობის თანასასუფეველსა შინაცათასა, ხოლო ძენი სასუფეველისანი გარდაითხოვნენ ბნელსა გარესკნელისასა და მუნიქმნეს გლოვაი და ხჭენანი კბილთან. ეს წინასწარმეტყველება დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი ხარისხით აღსრულდა და ახლაც გრძელდება მისი აღსრულება. იუდეველების აღმოსავლეთი და დასავლეთი წარმართიერი ცხოვრობდა. უფალმა არ თქვა მრავალი წარმართები, არამედ მხოლოდ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მრავალი. თუმცა ცხადია, რომ წარმართები ყავდა მხედველობაში. რატომ არ დააკონკრეტა უფალმა? რათა არ შეაშფოთოს იუდეველები. ამისათვის სიფრთხილით იტყვის აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. განგვიმარტავს თეოფილაქტე. მათგან უმეტესი სრულიად მოვიდა ქრისტეს რწმენაში, როგორც მაგალითად ქართველები, სომხები,
და აბისინიელები, ბერძნები და რომაელები და ევროპის ყველა ერები, სხვა ერები მხოლოდ ნაწილობრივ გაქრისტიანდნენ, მაგალითად არაბები და ეგვიპტელები, ინდოელები და სპარსელები, ჩინელები და იაპონელები, ეთიოპიელები და მალაიზიელები. იმ პერიოდში ებრაელები თავის ურწმუნოებაში დარჩნენ, ჯიუტობდნენ და ახლაც იგივეს აგრძელებენ. არადა, პირველად მათ შესთავაზეს სასუფეველი. და ამის მიზეზით სხვა დანარჩენ ერებთან შედარებით, მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულები. საკუთარი საცხოვრებლიდან არიან განდევნილნი, მოზულებულნი და საძულველნი იმ ერებისთვის, ვისთანაც ლტოლვილებად დასახლდნენ. ამგვარად დედამიწაზე მათი ცხოვრება გარესკნელის ბნელად გადაიქცა. რამდენადაც ის, ვისაც უფალი გარე განაგდებს თითქოს და კარებს იქით დაკარგავს სინათლესაც, ამ მიზეზით ბნელს ეწოდა გარესკნელი, განგვიმარტავს იერონიმე, მაგრამ არსით ეს ღვთისგან განყოფას და სრულ იზოლირებას ნიშნავს. ყოფნა, შორს, იმაზე მეტად შორს ვიდრე ის, რომელშიც უძღებიძე იტანჯებოდა შიმშილით და გაჭირვებაში ჩავარდნილს ღორის საჭმელიც კი ენატრებოდა. და საიქიოსკი საკუთარ წინაპართა, აბრაამის, ისააკისა და იაკობის უთვალავ უკვდავ ტრაპეზს გაიზიარებენ ქვეყნის 4-ვე კუთხიდან ყოველგვარი რასის და ენის წარმომადგენელთა უმეტესობა, ვიდრე თავად მათი პირადი შთამომავლობა, ებრაელები და სასუფევლის ორგულძეთათვის იქნება ბნელი, ტირილი და კბილთა ხრჭენა. გამხმარ ვენახს სახლის პატრონი ამოძირკვავს და ლერწებს მოისვრის ცეცხლში და მის ადგილზე რგავს და ამყნობს ველურ ვას. მამაზე ციერი აბუნტებულ საკუთარ ძეებს განიშორებს თავისი თავისგან საუკუნო და მათ ნაცვლად საკუთარ მოქირავეებს იშვილებს. და ამგვარად აღმოჩნდებიან რჩეულები არ არჩეულებად, ხოლო არ არჩეულები რჩეულებად. პირველები უკანასკნელებად, ხოლო უკანასკნელები პირველებად. დაუთხრა იესო მასის თავს. წად და როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური. რაც მან აღმოთქვა წინასწარმეტყველება, ამის შემდეგ ის სასწაულსაც აღასრულებს. თითქოს ამ სასწაულით ასის თავის რწმენის არა მხოლოდ დაჯილდოება, არამედ საკუთარი წინასწარმეტყველების დამტკიცებას სურს. თქვა და განიკურნა მსახური, როგორც შექმნისას თქვა ღმერთმა და ასე იქმნა. ასევე ახლაც ახალი ქმნილების ჟამს მხოლოდ სიტყვა თქვა უფალმა, მხოლოდ სიტყვა და იქმნა ასე. პარალიზებული ადამიანი, რომელიც მთელი რომის იმპერიამ ვერ გადაარჩინა, მაცხოვრის ერთი ღვთაებრივი სიტყვით კი დგება და იკურნება. სნეულება არის ღვთისმსახური და როცა უფალი ეუბნება წადი, ის მიდის და როცა ეტყვის მოდი, ის მოდის. წამლის და სხვა საშუალებათა გარეშე სნეული განიკურნა, რამე თუ შეიცნო და იუტოდა ღვთისმსახური მეუფის ბრძანებით. წამალი და სხვა საშუალებები კი არ კურნებს, არამედ ღმერთი. კურნებს ღმერთი ან უშუალოდ საკუთარი სიტყვით, ან სნეულის რწმენის და მიხედვით, წამლებით, ან სხვა საშუალებების მეშვეობით. ამ უზარმაზარ სამყაროში არ არსებობს წამალი და სნეულება, როგორიც არ უნდა იყვნენ ისინი ღვთის ძლიერების, ღვთის თანამყოფობის და ღვთის სიტყვის გარეშე, რომ თვისებებს ინარჩუნებდნენ და ან რაიმეს ან ვინმეს ფლობა შეეძლოთ. და იყოს დიდება ღვთისაცხოველისა, თვისი ყოვლადძლიერ სიტყვით მორწმუნე სნეულთა, აწმყოსა და წარსულ დროში აურაცხელ კურნებათათვის. თაყვანისცეთ მის წმინდა და ყოვლადძლიერ სიტყვას, რომლითაც აქმნის ახალს, კურნებს სნეულთ, აღადგენს დაცემულთ, განადიდებს მოძულებულთ, განამტკიცებს მოორწმუნეთ და მოაქცევს ურწმუნოთ და ყოველივე ამას იესო ქრისტესითა, მხოლოდ შობილისა ძისათვისისა, უფლისა და მაცხოვარისა ჩვენისა და ძლიერებითა სულისა წმინდისათა. მას ვცეთ თაყვანი ანგელოზურ მხედრობის და ყოველთა წმინდათა თანა, ერთად მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, სამებასა, ერთ არსებასა, ცხოველმყოფელსა და განუყოფელსა.
არც და მარადის ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე. ამინ.